გამარჯობა, ეს არის გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. ახლა შარშან ამ დროს ერთი ლატენტური ნაცნობის შემხვდა ქუჩაში, ნავთის რიგში. აი იმ ყაიდის ადამიანი, რომელიც წელიწადზე მეტია აქციებზე ცხოვრობს და ბოლომდე იქ იდგება საქართველოს კრემლის გუბერნია რომ არ გახდეს და გახდეს ბრიუსელის გუბერნია. თუმცა არც კრემლსა და არც ბრიუსელს გუბერნიებად არ ჭირდებით. მოკლედ იმ ნაციონალმა დამინახა და ყველას გასაგონად დამიწყო ხმამაღალი დისკუსია იმის თაობაზე, რომ თურმე საქართველოს ჩინეთთან მეგობრობის დამღუპველი გზა აირჩია და ეს არის ღალატი. ვის დარის ღალატია, მე ეს ვერ გავიგე, მაგრამ მე რა. თავარია ის ლატენტური ნაცნობი ძალიან აღგზნებული მიყვირო და ბოლომდე ვიდგები საქართველოს ჩინეთისგან არც ერთი ნაბიჯიც რომ არ გადადგასო. ერთი ნაბიჯი წინ, ორი ნაბიჯი უკან გამახსენდა დიდი ლენინის უკვდავი პოემა, მაგრამ ნაცნობთან დისკუსიაში არ შევედი, რადგან ლატენტურ ნაცნობებთან დისკუსიაში არ შევდივარ. არ არის ეს ჩემთვის საინტერესო. ამ დღეებში ისევ შემხვდა, უკვე მარილის რიგში და მოგრძალებით ვკითხე, კი მაგრამ მთელი ბრიუსელი პლუს ბრიუსელის რუხი კარდინალი დიდი ბრიტანეთი ამხანაგ სისთან დარბის მეთქი და ეს რას ნიშნავს? ამხანაგი სი გამიშისტდა თუ ბრიუსელი მიხვდა რომ სის გარეშე მზე არ სუფევს ცის კამარაზე. თქვენ წარმოიდგინეთ, სრულიად სხვა აზრის მტკიცება დამიწყო რომ თურმე ჩინეთია ის ქვეყანა, ვინც თავის დაუღალავი შრომითა და აზრიანი მმართველობით გვაძლევს ყველას მაგალითს თუ როგორ დავამარცხოთ კრემლი. კრემლი ამ შემთხვევაში რა კავშირში იყო, არ ვიცი, მაგრამ მათ რუსთავზე მოსიარულე აჩრდილებს თავიანთი ლოგიკა აქვთ. ისე კი თუ შეგიმჩნევიათ და თქვენ მეგობრებო, რასაკვირველია ყველაფერს ამჩნევთ, რაიოლად, რა სიხარულით და სინდისის არავით არის კენჯნით იცვლიან ეს ბატონები, ქალბატონები და სხვა გენდერები ზნესა და ფერს. აფსუს რომ არ გამომივა, თორემ სიამოვნებით ჩავატარებდი სოციალურ ექსპერიმენტს. როგორ მე მივაწვდიდი ინფორმაციას, ცრუ ინფორმაციას, რასაკვირველია, რომ აი ბიძინას დილეგიდან სულმნათმა მიშამ შემოგვითვალა, რომ დღეს ჩრდილოეთ კორეასთანაა საჭირო მეგობრობა და აგერ ვნახავდით ის უცნაურ ვარცხნილობიანი ბიჭი, კიმ ჩენ ინი, როგორ უმალ გახდებოდა ამათი ძმა და მეგობარი. მეორე დღეს კი იმავე ამბობს პუტინზე ვეტყოდი და იგივე მოხდებოდა. გონიათ მასხრობ? არა, რასაკვირველია. ეს ხომ სექტაა და სექტას დამახასიათებელი თვისებები ყველამ ვიცით. სექტას მათი ლიდერი რასაც უბრძანებს, იმას გაიხდიან, ან ჩაიცვამენ. ზოგჯერ ჩემში ისე დიდი ჰუმანისტი იღვიძებს და მართლა ვიწყებ იმაზე ნერვიულობას, რომ სექტის ბელადმა, მათმა გურუმ თლად არ გარეკოს თავის 4 კედელში და მართლა რაღაც უბედურება არ უბრძანოს მათ. ისინი ხომ ყველაფერს შეასრულებენ, რასაც ის უბრძანებს. ამის არაერთი მაგალითი ვიცით მსოფლიო სექტოლოგიის ისტორიაში, რომლის მოყვანას ახლა არ დავიწყებ. მეგობრებო, ალბათ ხშირად მithქვამს, მაგრამ ახლაც გავიმეორებ, რადგან ეს კითხვა მართლა მაწუხებს. კითხვა იმის შესახებ, თუ როგორ ხდებიან სექტანტები, როგორ და რატომ. ამ შემთხვევაში მიშიზმზე მაქვს ლაპარაკი. ისეთი ადამიანები არიან გამიშისტებულნი, რომელთანაც ადრე ძალიან ნორმალური და აზრიანი ურთიერთობა მქონდა. რა მოხდა, რამ გადარია, რა გადატრიალდა მათ გონებაში, რა აკლდათ ისეთი, რომ იმ სრულიად სოციოპატს ასე უგონოდ და უაზროდ დაუგჯერეს და შეიყვარეს. და ჩემში ან თქვენში რატომ არ მოხდა ასეთი რამ? ესეცაა საინტერესო. ანუ ამ შემთხვევაში ვინაა ბრიყვი, ჩვენ თუ ისინი? დიდი ეჭვმა მაქვს, რომ ჩვენ არა. ამას წინათ გამახსენდა 20-25 წლის წინ ქონდა ხოლმე ტრადიცია, რომ წელიწადში ერთხელ ვიკრიბებოდით ძველი ამფსონები და შესანიშნავად ვატარებდით დროს, ვიხსენებდით ბავშვობას, ყრმობას, სქესობრივ მომწიფებას, პედაგოგებს, ლექტორებს, მენტორებს, სიყვარულებს და ასე შემდეგ. და სააკაშვილის გასააკაშვილებისა და განსაკუთრებით მისი განსააკაშვილების მერე ასეთი შეკრებები უკვე შეუძლებელი გახდა. დიახ,
იმ ტერორისტმა ისე გაყო საზოგადოება, რომ როგორ არ გავიხსენო დიდი ილიას ჩატეხილი ხიდის ამბავი. და იმაშიც ვარ დარწმუნებული, რომ ჭავჭავაძის დროინდელი ჩატეხილი ხიდის გამთლიანების გაცილებით მეტი შანსი და საშუალება იყო სხვადასხვა მიზეზების გამო. იქ კლასობრივი დისკრიმინაციის ამბავი იყო, რომელსაც ჩემი აზრით რაღაც ეშველებოდა. და დღევანდელი ჩატეხილი ხიდი ვერ გამთლიანდება ვერასდროს. ეხლა არ მეშინია ამის ხმამაღლა თქმისა, ვერ გამთლიანდება. ისეთი შეურაცხყოფა მიდის ერთი და მეორე მხრიდან, რომ ამის პატიება როგორ უნდა მოხდეს, არ ვიცი. ძალიან მინდა რომ მოხდეს, მაგრამ როგორ? მიშიზმი არის რელიგია, მეგობრებო, და რელიგიასთან ბრძოლას ვერასდროს მოიგებს ვერავინ. ღმერთო ჩემო, მიშა სააკაშვილს რომ კერპად გაიხდი, რა საცოდაობაა, რა უბედური ცხოვრება გამოვლილი სააკაშვილისთვის თავს რომ მოიჭრი, თანაც ნამდვილად და არა ფიგურალურად. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია.